გავიზარდე სოლოლოგში და დღემდე ცხოვრობ ამ უბანში, ძალიან მიყვარს თავისი მრავალფეროვნებით, თავისი სიჭრელით, თავისი სიძველით. ამ უბანს ეს ხიბლი აქვს რეალურად, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები ცხოვრობთ ერთად, ყველა სომხები, ქართველები, ქურთები, რუსები, აზერბაიჯანელები, ყველანი ერთად ცხოვრობს და ეს ყოველთვის იყო ჩემს ცნობიერში ბავშვობიდან, რომ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ერთი ზოში თამაშობდით, ერთად ვიზრდებოდით და დღემდე მეგობრობთ. თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ილიაუნის და შავი ზღვის უნივერსიტეტის ლექტორი, პარტია ახალის და კოალიცია ცვლილების წევრი ანა გოგოლაძე სოლოლაკის აღმართზე ყოველთვის იხსენებს ბავშვობის წლებს, რომელსაც ერთდროულად ახლავს სკოლიდან წამოყოლილი სილაღე და მშობლების სითბო, რომელიც ამავდროულად გაშხენთილია ნავთქურის სურნელით და უშუქო ფანჯრების პეიზაჟებით. ახსოვს არეული თბილისი, კრიმინალურ გარჩევებში გადაზრდილი პოლიტიკური ბრძოლები და ახსოვს უცნაური ხმაური ტელევიზორში, რომელსაც მის ოჯახში სულგანაბული უყურებდნენ და გულშემატკივრობდნენ. ადრად დღემდე მაქვს ჩაბეჭდილი ეს იმდროინდელი ტელევიზორები, რომელსაც დიდად ფერი არ ქონდა, მაგრამ ეს ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც რაღაცას ცდილობდა, რაღაცის შეცვლას ცდილობდა და მახსოვს ის ემოციები, რომელიც სახლში მოყვებოდა აი ამ თელ აქციებს და ამ ცვლილებებს და ის გულშემატკივრობა მახსოვს და მე მახსოვს, რომ დაიწყო ნელ-ნელა აი ოჯახშიც ეკონომიკური თვალსაზრისით განათება რაღაცეებმა, ანუ უფრო ფერადი გახდა შეიძლება ითქვას ის ნაცრისფერი ცხოვრება და ეს არ იყო მარტო შუქთან დაკავშირებული, ნელ-ნელა ეკონომიკურად როგორ წამოვიწიეთ და უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდა არა მარტო ჩვენ ოჯახს, არამედ გარშემო ოჯახებს, აი რომ გაფერადდა ცხოვრება, ეს მახსოვს ნამდვილად ასოციაციურ დონეზე. გაფერადებულ ბავშვობას თან დაერთო ახალი ინტერესები და პროფესიების ძიება. ასე აღმოჩნდა მე-9 კლასში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ყველა გოგოს საოცნებო ქალაქში, პარიზში. მის წინაშე კიდევ უფრო მშვენიერი სამყარო გადაიშალა. საფრანგეთში დატრიალებული ქიმიური რეაქცია საკმარისი აღმოჩნდა, რომ ანა გოგოლაძეს საბოლოო პროფესიად ურთულესი მათემატიკური ლაბირინთები, ბანკები, ფინანსები და ეკონომიკური პოლიტიკა აერჩია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კათედრაზე დარჩენა შესთავაზეს. მაგისტრატურას და საჯარო პოლიტიკის მიმართულებით სწავლას გეგმავდა, როცა 2015 წლის ერთ ავბედით დღეს ტელეფონზე მისმა დამ ქეთიმ დაურეკა. მამა იყო მშენებელი. მუშაობდა ერთად სახელმწიფო სტრუქტურაში და ძალიან მძიმე, ანუ ეს იყო ბოლო დღეები მის წამოსვლამდე და ამ სტრუქტურიდან მახსოვს და ქუთაისში ჰქონდა ობიექტი, რომლის სანახავათაც მიდიოდა, რომ ჩაებარებინა და წამოსულიყო და დედა ჩემს ჰქონდა ძალიან ცუდი წინათგრძნობა, ეხლა ეს სიუჟეტს მიღმა რო გითხრათ, დაახლოებით წინა ამ ტრაგედიამდე 2 კვირა მეუბნებოდა, რომ ეს სულ რაღაცის მეშინია. და ეს წინათგრძნობა ჰქონდა, ეს გამძაფრებული და მამა ჩემს გაყვა, რომ მითხრა, რომ ქუთაისში გავყვებიო, გელათში შევალო და იქნებო ამ რაღაცა წინათგრძნობამ გადამიაროსო თუ ამ შიშებმა და არ ვიცით როგორ მოხდა ავარია. მუშაობა დავიწყე, იმაშინ ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა. დღემდე შენახული მაქვს ის ფული სხვათა შორის რა. პირველ ფულს ვაგროვებდი, რომ მინდოდა ის ოცნება, რაც ჰქონდა დედაჩემს, ის ოცნება ამეხდინა და ეგვიპტის ნახვა, პირამიდების ნახვა უნდა და ძალიან და ეს დამრჩება ალბათ ყველაზე ძიმე მომენტად. იმიტომ რომ საუბრობ ხოლმე როგორც წესი. ემოციებს ღიად არასდროს გამოხატავს. ამ თემაზე თითქმის არ საუბრობს. მშობლებთან ერთად დაკარგა საუკეთესო მრჩევლები და მეგობრები. მარტო დარჩა დასთან და ნუნუ ბებოსთან ერთად, რომელიც მისი დედაცაა, მამაც, ბებოც, მეგობარიც და გამზიარებელიც. სულ ფიქრობ, რომ აი რამ გამაძლიერა, რამ ჩამომაყალიბა, რამ მომიყვანა აქამდე. ძლიერი მენტალურად პირველ რიგში. ეს იყო ნდობის პასუხისმგებლობა. მამა ჩემი სულ გაუბნებოდა, რომ თქვენ ხართ დამოუკიდებელი ადამიანები. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, არის თქვენი პასუხისმგებლობა. თქვენი წარმატება თქვენ ანგარიშზე იქნება, თქვენი წარუმატებლობაც ასევე თქვენი დამსახურება იქნება. თავისუფლება მოყვებოდა ბუნებრივია ამ ნდობასაც. გადაწყვეტილების თავისუფლება, მოძრაობის თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება. ძალიან ვემადლიერები, ძალიან ყველაზე მეტად ამაზე მწყდება გული, რომ გადავხდე ლამაკზე რეალურად რა.
პირველი რაც ოჯახში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიიდან თავის გადასარჩენად შეძლო, ნიდერლანდებში გრონინგენის უნივერსიტეტის სამაგისტრო კონკურსის მოგება იყო. საჯარო პოლიტიკის სპეციფიკის შესწავლაც სწორედ ჰოლანდიაში დაიწყო და ახლა საკრებულოს წევრობის და არჩევნების პარალელურად სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს. უკვე 6 თვე გაატარა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. დაბრუნების შემდეგ კი ცხოვრებამ ახალი და როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო გამოწვევის წინაშე დააყენა. მოვდივარ. როგორ ხარ მეთიკეთე? ვიკო, შეგქეს? აშექცი. დელაგა ეხეო. ჩემს ორგანო. ლუკალე. მოდი, თაბა ჩანთა ჩავალაგოთ. აი დადეკით ახლა ეს რომლის არის გავამზადოთ ჩვენთან. ლუკა და ალექსანდრე ოჯახის მთავარი წევრები და ანას ყველაზე დიდი საზრუნავი არიან. როცა მასთან ინტერვიუს ვათანხმებდით, სულ ცდილობდა გადაღების გეგმებს ხელი ბავშვობის გრაფიკისთვის არ შეეშალა. სახლში მისულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ლუკა და ალექსანდრე ანას შვილები კი არა, მისი დის შვილები არიან. ანას და ქეთი პროფესიონალი კულინარია და ერთხელაც მისი კერძებით აღფრთოვანებულმა ბრიტანელმა რესტორატორმა ის ინგლისის პრესტიჟულ რესტორანში მიიწვია. ქეთი უკვე ლონდონში მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი იტალიური რესტორანის ლუკას შეფია. მაშინ მახსოვს რუსეთ-უკრაინის ომიც ახალი დაწყებული იყო, ვიზები ძალიან ჭირდა. და რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩასულიყო, იმიტომ რომ იმათაც ჭირდებოდათ შეფი იქ და რო ჩავიდა გამოსაცდელ პერიოდით ძალიან მოეწონათ და უთხრეს რომ მოდი დარჩი ლონდონში და დღეს მუშაობს ლონდონის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში, მიშლენის ვარსკვლავიანში, არის შეფი. არ ვიცი, ძალიან ამაყივა როგორც და იმიტომ რომ ძალიან დიდი შრომა აქვს, წარმოუდგენლად დიდი შრომა აქვს, ჩემდაც ჩადებული თავის პროფესიაში 16-17 საათი ფეხზე დგომით არ არის მარტივი პროფესია, ნამდვილად რთული არჩევანია პატარა გოგოსთვის, შეფობა მით უმეტეს, რომელიც არა მხოლოდ კერძთან მუშაობას მოითხოვს, არამედ გუნდის მართვას მოითხოვს, მათ შორის ხშირ შემთხვევაში ძალიან ემოციურია, ძალიან სტრესული არის, მაგრამ ძალიან ამაყივა, რომ ამ ასაკში ჩემზე პატარა არის მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნის შეფი. მიშლენის ვარსკვლავის რა გითხრათ, მაგრამ არანაკლებ მრავალფეროვანი მენიუდებს ანა გოგოლაძის სამუშაო მაგიდასთან თბილისის საკრებულოში, სადაც ყველაზე მძიმედ იხსენებს დღეს, რომელსაც თბილისის ჩაბეტონების და დედაქალაქის სასუნთქი არტერიის გადაკეტვის თარიღი დაარქვა. ეს იყო ლაგუნა ვერეს პროექტი, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მძიმე პროექტი ვერეს ხეობაში, ძალიან მძიმე თავისი საფრთხეებით და რისკებით. ეს იყო პაკეტად გამოვიტანეს ერთ პაკეტად, ეს იყო ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კინგ დევიდი, სადაც არის ასევე უზარმაზარი 70 სართულიანი სათავმჯენის ჩადგმა. ეს იყო სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად ვაკეში. ჭავჭავაძეზე სპორტის უნივერსიტეტის დანგრევა და ახალი სათავმჯენის განთავსება თავისი აეროდრომებით და ეს იყო თბილისის ჩაბეტონების სხდომა იყო რეალურად ძალიან მძიმე პროექტებით და შიგნიდან როცა ხედავ აი ამ სისტემური კორუფციის, სისტემური გულგრილობის რო უყურებ როგორ აბარიათ ქვეყანა ადამიანების ნაწილს, რომლებსაც არ უყვართ ის ადგილები, ის ხალხი, სადაც ცხოვრობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის დამაზიანებელი, არის ძალიან მტკივნეული. მე მახსოვს, იყო ერთი სხდომა, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სხდომა, იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ პროექტს თბილისისთვის ძალიან საზიანოს, თბილისის ავთენტურობისთვის, თბილისის უსაფრთხოებისთვის, ძალიან საზიანო პროექტებს საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. და მახსოვს სხდომისგან რომ გამოვედი, აი გაბრაზებისგან რას უშვებოდნენ თბილისს და ის რომ უბრალოდ ამ ქვეყანაში ადამიანებს არ აქვთ გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის მოქალაქეებს, იმიტომ რომ ამ სხდომას უძღოდა წინ 8 საათიანი უმძიმესი კომისიის მუშაობა, თავისი ექსპერტების და მოქალაქეების ჩართულობით და პროტესტი იყო უზარმაზარი, ვერაფერს ვერ გავხდით. როდესაც თბილისს არ უნდა ამ პროექტების მიღება და გაბრაზებისგან მახსოვს გამოვედი და ვიტირე. ბრაზმა მატირა. ახლა თბილისის გადასარჩენად სასამართლო პროცესებისთვის ემზადება და მაინც თავს უფრო ლექტორად მიიჩნევს ვიდრე პოლიტიკოსად. ანა არ ეგუება და ცვლის. ამიტომ ყველაზე დიდ ფსონს ახალგაზრდებზე და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ჩამოდის. ვისურვებდი, რომ ეს ქვეყანა ბედნიერი ხალხის ქვეყანა იყოს რეალურად და ბედნიერების კომპონენტი ძალიან გვაკლია. დღეს ამ ქვეყანაში ადამიანების უმრავლესობა უბრალოდ არსებობს და არ ცხოვრობს და მე ვისურვებდი, რომ ისეთი ქვეყანა აგვეშენებინოს, სადაც ადამიანები იცხოვრობდნენ
და დატკბებოდნენ უბრალოდ ცხოვრებით და იქნებოდათ ამის შესაძლებლობა. ჭეშმარიტად ეს არის ალბათ რაც პოლიტიკაში მინდა გავაკეთო და ეს ძალიან ბევრი კომპონენტს მოიცავს თავის. ჩვენ გარშემო როცა რაღაცა არ მოგწონს, აი სახლში როცა რაღაცა არ მომწონს, ან ცუდად დევს, ან ჩემ ეზოში რაღაცა არ მომწონს, აუცილებლად რაღაც ნაბიჯს დგავ, რომ ეს შევცვალო, აქ შემგუებლობითი პოზიცია არ არის ის რაც არის ჩემი ამ შემთხვევაში. ამიტომ ჯერ ახლა ვცდის ეტაპზე ვარ და დარწმუნებული ვარ, როდესაც ვცდი და თან დიდი რწმენა მოყვება ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ გამოვა ეს ცვლილება და ამ ქვეყნიდან აღარ მოგვიწევს წასვლა, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ის გარემოს ცხოვრობ. წარმოუდგენლად დიდი დაკვეთა და სურვილი და რწმენა არსებობს, რომ ამ წლის არჩევნებზე და 26 ოქტომბერს სტუდენტები ელოდებიან იმაზე მეტად ვიდრე პოლიტიკოსები, შემიძლია დაგარწმუნოთ, ელოდებიან იმიტომ რომ სჯერათ, რომ 27 ოქტომბრიდან ამ ქვეყანაში იწყება უკეთესი, ბედნიერი, ჭეშმარიტად ღირსეული ევროპული საქართველოს შენება და სჯერათ ამისი და აქვთ ამის მოლოდინი. მათთან ერთად ადამიანებს კოალიცია ცვლილების საარჩევნო პროგრამას აცნობს და არჩევნებზე ეპატიჟება. ჩვენ შეიძლება გადმოგცემთ ჩვენ ბუკლეტ, გაზეთს 4 ნომერი კოალიცია ცვლილებით ვიცნობდეთ და გვაგვედით. მადლობა, თქვენ მადლობა, კარგად. 84 წლისა ვარ და მოგცემთ ხმას, აბარა იქნება დიდი მადლობა. გელოდებით მოკლედ არჩევნებზე. თქვენთან ერთად, ჩვენი ერთად. შვილები, რომელიც არის 17 წლის და შვილთა შვილი. კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი გვიცნობთ? იცით ხო ვინც ვართ? დაგვაკვირდით მაინც არჩევნებამდე თქვენდობასო დავიმსახურებთ გელოდებით არჩევნებზე. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ, დიდი მადლობა. ჩვენ პარტიას იცნობთ კოალიცია ცვლილებისთვის 4 ხო? ნიკა ვარამია, მელია, ახალი გირჩი დრო. კი, აი ჩვენ ვართ ძალიან ბევრი ახალგაზრდით. გელოდებით არჩევნებზე და თქვენი იმედი გვაქვს. ახალგაზრდებს დიახ, აქ არის, ნამდვილად აქ არის. 4 ნომერი გვაქვს. შვენიერი. ქუჩაში გაიარეთ და დააკვირდით ადამიანის სახეებს. ეს სახეები არ არის ბედნიერი, ანუ ამ სახეებს ბევრი პრობლემა აქვთ. იცინიან, იღიმიან, თითქოს კარგად არიან, მაგრამ ეს ხო გრძნობ, რომ თვალებში არ არის ბედნიერება. აი, მაგიტომ კონტრასტი, რასაც უყურებ ევროპაში ადამიანის თვალებს და კონტრასტი, რასაც აქ უყურებ, ბედნიერება დაკარგული არის. ხალხს თვალებში გაუქრა ბედნიერება. ანუ ვეღარ ხედავენ ვერც მომავალს, ვეღარ ხედავენ ვერც აწმყოს. მხოლოდ საქართველოს კი არა. ალბათ მთელ სამყაროს აკლია და სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, ვინც ქუჩაში სეირნობისას ან აეროპორტის ჩასხდომის დარბაზებში ადამიანების ბედნიერ თვალებს ეძებს. ამ ძიებაში ხშირად პოულობს გამოსავალს, ცვლის, მუდმივად ცვლის არასასურველ უსამართლო ფინალებს, სცენარებში, გადაწყვეტილებებში, ისტორიაშიც კი. გიორგი ბუტიკაშვილი ასეთია. 2024 წლის 5 ოქტომბერს ის 37 წლის გახდება და აუცილებლად უნდა გაიცნოთ ჩვენი სამშობლოსთვის გადამწყვეტ არჩევნებამდე, რადგან გიორგი ცვლის და 5 წლიდან სევდიან ფინალებზე იმარჯვებს. ბაღში როცა ვიყავი, ეგეთ სპექტაკლი დადგეს, სადაც გელი ჭამდა ბოლოს კურდღელს და მე მქონდა კურდღლის როლი. მახსოვს ფოტოც გვაქვს ამის და საშინად გავაპროტესტე ის ამბავი, რომ ანუ 5 წლის ბავშვი ემოციურად განიცადე, ბოლოს სპექტაკლის ბოლოს გელს უნდა შევეჭამე. არ მომეწონა ეს ამბავი, ძალიან არ მომეწონა, შევცვალე სპექტაკლი. და ბოლოს გელმა ვერ შემჭამა. ანუ ეგ ხასიათი მაქვს დღემდე და ალბათ ესე ვიქნები სულ რაღაცები, რაც არ მომწონს, რაც არ არის მიღებული ჩემთვის, იმ ყველაფერს ვცვლი. ესე შევცვალე სცენარი 5 წლის ბავშვმა. მგლის ხახისგან გადარჩენილმა 10 წლის შემდეგ 15 წლის ასაკში კიდევ ერთი სცენარი შეცვალა და ყოველგვარი ჩაწყობის და დახმარების გარეშე 2002 წელს გაიმარჯვა სასკოლო კონკურსში, რომელსაც მოსწავლეები სწავლის გასაგრძელებლად თბილისთან დაახლოებულ ზაარბრიუკენში მიყავდა.
გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლამ სრულად შეცვალა გიორგის წარმოდგენების სამყაროზე. იქ აღმოაჩინა, რომ თურმე არსებობს ქვეყნები, სადაც შუქი არ ქრება, სკოლები თბება და ადამიანები დილიდანვე ბედნიერები არიან. ჩემ განათება გონების გამონათება იყო გერმანია, იმიტომ 2002 წელს ვახსოვს ცხოვრობდით. სკოლაში ნახერხით რო იყო. მოპრიალებული პარკეტი, სალიარკის ნავთის უნი ასდიოდა ყველაფერს და რაღაცა ის წლები ჩემთვის რაღაც ნავთის უნი იყო ყოველთვის და კერასინის. და ამ დროს ჩავდივარ გერმანიაში, სადაც ხედავ საერთოდ სხვა ცხოვრებას. სხვა ადამიანებს, ბედნიერ სახეებს, გამთბარ საკლასო ოთახებს, სულ სხვა იყო ყველაფერი. ჩემ სოფხედელობამ მთლიანად შეიცვალა გერმანიაში და მივხვდი, რომ იქ რაც ხდება, შეიძლება აქაც ხდებოდეს. ანუ ესეთი ქვეყანა მინდა, ჩემ საქართველოშიც იყოს. უბრალოდ მაშინ 2002 წელს ეგ წარმოუდგენელი იყო. მას შემდეგ ორი ოჯახი ყავს. ერთი მშობლიური თბილისში, მეორე გერმანული საარბრიუკენში. ყავდა სამი ბიჭი, მეუღლე გარდაცვლილი ყავდა და თვითონ გაზარდა სამივე ბიჭი. არის უმაგრესი ადამიანი, ხა ასაკში 90 წლამდე არის. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, დილით მივდიოდი სკოლაში 6 საათზე ვდგებოდი უფრო სწორად 8-15 კლასს გავკვეთილები იწყებოდა. დილის 6 საათზე დგებოდა ჩემთან ერთად, მიმზადებდა საუზმეს, მატანდა სენდვიჩებს და მზრუნველობა იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ჩვენ საქართველოში რაღაცა სტიგმა არსებობდა, რაღაც მაშინაც კარგად მუშაობდა რუსული პროპაგანდა საქართველოში, რომ რაღაცა დასავლეთში არიან რაღაც სხვანაირი ადამიანები, თბილები არ არიან. სრულიად საპირისპირო დამხვდა. ოჯახის წევრები, ანუ ყოველთვის ჰქონდა ყოველ შაბათს ვახშამი, სადილი, ერთობლივი, ოჯახური. ეს კაცი ძალიან გემრიელ საჭმელებს აკეთებდა და ის რეცეპტების წიგნი, რომელიც დამიწერა დღემდე მაქვს სახში და მეც ვიყენებ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გიორგი ბუტიკაშვილი იმ დროიდან გახდა თავისი ქვეყნის საუკეთესო ელჩი საერთაშორისო ასპარეზზე და პროფესიის არჩევაზეც ბევრი არ უფიქრია. როცა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ჩაბარების შემდეგ ისევ გერმანიაში დაბრუნდა. ამჯერად უფრო დიდ ასპარეზზე და პირდაპირ ბუნდესტაგში, სადაც თან საქართველოს ლობირებდა გერმანიის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის კაბინეტში. მასთან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტაჟირება გაიარა. საქართველოს გერმანიაში მაშინ მხოლოდ შევარდნაძის სახელით იცნობდნენ. შევარდნაძე გერმანიაში ყველამ კარგად იცოდა, იმიტომ რომ შევარდნაძეს ახალს მიეწერება ბერლინის კედლის დაშლა, რომელიც ნაწილობრივ გერმანიის გაერთიანება კი. მაგრამ გერმანია არ გაუერთიანება შევარდნაძეს. გერმანია გააერთიანა იმანო დასავლეთ გერმანიის ნაწილში, იმდენად დიდარი იყო ქვეყანა და საბჭოთა კავშირი უკვე მათ ვეღარაფერს ვეღარ თავაზობდა, მეორე მხარეს ეს ბუნებრივად მოხდა. გაერთიანება მოხდა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა. შევარდნაძეს რაღაცა როლი შეიძლება ქონოდა, მაგრამ ის გადაჭარბებაა, რომ შევარდნაძემ ჩამოანგრია ბერლინის კედელი და მის ლომის წყალი შეიტანა. არა, საქართველოს მაშინ საქართველოს გაერთიანება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა საქართველო იქნება დასავლეთის ნაწილი. ახლა გიორგი ბუტიკაშვილი თვლის, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ბევრი გადაკვეთის წერტილი უნდა არსებობდეს. დაუსრულებლად შეუძლია საუბარი, როგორ უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა და რა მოხდება ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებზე, რომლებიც საქართველოს პრესტიჟულ ცენტრებად უნდა გადაიქცეს. დღემდე ჩემი მოტივაცია ეგ არის, რომ გერმანიაში დილით რო ვიღებ 7 საათზე და გამოდიხარ ქუჩაში და რაღაცა ბრეცელის, ყავის, რაღაც სუნები რო არის, მოძრაობა, ქაოსი რო არის, სამსახურში მიეჩქარება, აქტიური ცოცხალი როა ქალაქი, მაგას ველოდები აქ რო დილის 7 საათზე რო ქართველები რო გავიღვიძებ და გავივლი და ეს ცოცხალი იქნება ყველაფერი და ჩემს შვილებსაც გადავდე ალბათ გენეტიკურად, რომ გერმანია არის ისეთი ქვეყანა საათივით აწყობილი და ჩვენი მიზანია რომ ეს ქვეყანა ავაწყოთ საათივით. ანუ აი ესაა ჩემი ამოცანა და მიზანი და აი ეს უნდა მივაღწევა. ანუ ჩემი ცხოვრების ამოცანად მიმაჩნია რომ არის ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი მეუღლე და არის ქვეყანა ამუშავდეს საათივით და ეს საათი არის გერმანიის დრო. 2012 წელს გერმანიიდან ისევ საქართველოში დაბრუნდა და იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები რეალურად პროგრესის და სამართლიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ მალევე მიხვდა, რომ შეცდა. საჯარო სამსახურში არ მიიღეს, რადგან ქართული ოცნების ნეპოტიზმით გაჯერებულ საკადრო პოლიტიკაში პროფესიონალების ადგილი არ იყო. კონრად ადენაუერის ფონდში კი იმავე წელს დაიწყო მუშაობა, სადაც შემდეგი 10 წელი მთავარი მისია იყო დახმარებოდა სწორ ადამიანებს ეკეთებინათ სწორი საქმე.
ასე ჩაერთო გიორგი ბუტიკაშვილი მისთვის უმნიშვნელოვანეს და ერთ-ერთ საეტაპო პროექტში, რომელშიც აფხაზეთის კულტურის სფეროს წამყვანი ხელოვანები და მწერლები გაიცნო. დავიწყეთ 3 აფხაზით და დავასრულეთ პროექტი 50 აფხაზი მეგობრით. კულტურის მიმართულებით, რომლებიც დღეს ჩვენი მეგობრები არიან და საქართველოშიც ჩამოდიან და ოცნებობენ იმ დღეზე, როდის ვიქნებით ჩვენ კვლავაც ერთად. განსხვავებულია დამოკიდებულება სრულიად თუ მათთან გვაქვს კომუნიკაცია. ჩვენ არ საუბრობდით არასდროს, რაღაც ისტორიაზე საუბარი იყო, მაგრამ ჩვენ მქონდა საერთო მომავალზე ლაპარაკი ყოველთვის. ჩვენ არ ვლაპარაკობთ წარსულზე. წარსულზე ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვინც მომავალს ვერ ხედავს. წარსულზე და მომავალზე მაინც ბევრს ფიქრობს და აკეთებს. ადენაუერის ფონდში მის მთავარ მონაპოვარად ისტორიკოს ბექა კობახიძესთან ერთად საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის დაარსებას მიიჩნევს. დარწმუნებით ამბობს, რომ ამ პროგრამის მეშვეობით აუცილებლად დაიწერება ისტორია, როგორ გახდა საქართველო ევროპული ქვეყანა. ემოციურად ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ამით საქართველოს ისტორიას მომავალში რაღაცა ჩემი ენთუზიაზმი მაქვს ჩადებული, რომელსაც აუცილებლად მოვიმკით. მოვა დრო. და ფაქტობრივად მოსულია, იმიტომ რომ ისინი მიმდინარე მოვლენებს აღწერენ, როგორ დავამარცხეთ რუსეთი ჩვენს ქვეყანაში და როგორ შევქმნით ევროპული საქართველო. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გიორგი ბუტიკაშვილის დიდი მონდომებით და ადენაუერის საერთაშორისო ფონდის დახმარებით შეძლო, რელიგიის და თანამედროვეობის ჟურნალის გამოცემაა. ჟურნალის რედაქტორი მამა გიორგი წეროძე გამოცემის ისტორიასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ თავის თამამ და ობიექტურ მოსაზრებებს გვიზიარებს. ხელისუფლებას და სხვადასხვა მთავრობებს რომ ძალიან ხალხურად ვთქვა, რომ თავში როცა უვარდება თავის ძალაუფლება და ყველაზე ჭკვიანი გონიათ. ან იმ საკითხებს, რომლებსაც ისინი ყურადღებას არ აქცევენ, ხო? მათი ყურადღების, მათი თვალსაწიერის მიღმა რომ დარჩა, ხო? აი იმ საკითხებს სწორედ ეს ორგანიზაციები რაღაცა შემოყავთ სიცოცხლეში. მართლაც ჩემი რაღაც ერთი ორიგინალური აზრი არ ვიცი რამდენად ივარგებს, მაგრამ მე მომწონს ეს, რომ მე მგონი არასამთავრობო ვერენ ის ეპისკოპოსების სინამდვილეში საზოგადოების რა, იმიტომ რომ ეპისკოპია სწორედ ეს არის სკოპოს მეთვალყურეობა და ეპი რაღაც განსაკუთრებული ხედვა და ეპისკოპოს ევალება რომ მეთვალყურე იყოს იმისა, რომ ყველა დარჩეს სიცოცხლეში, ყველა შემოიყვანოს სიცოცხლეში, არავინ არ დარჩეს სიცოცხლის გარეთ. მთავრობა ამას ახლა რაღაც შეიძლება გადამეტებული რაღაცა მსჯელობის გარდა შეიძლება რაღაცები ვერ შემოყავდეს მართლა არსებობაში და ცხოვრებაში და სწორედ არასამთავრობო იქცევა ისე როგორც ეპისკოპოსი რომ ეუბნება რომ აი ამ ხალხსაც მიაქცია ყურადღება ხო ვიღაც უფლებები შელახულია ვიღაცას არ აქვს ისეთივე ასე ვთქვათ შესაძლებლობები როგორც სხვებს ან კიდევ სხვას გადამეტებულად დაუმსახურებლად ეს მართლა სახარების საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები, როდესაც ამბობენ რომ მინისტრი უნდა იყოს მსახური. იმიტომ რომ მინისტრობის გაგება სახარებამ შემოიტანა ამ ძალაუფლებლივ გიორგი ბუტიკაშვილი ეგრეთ წოდებული ეპისკოპოსი აღარ არის. პოლიტიკაში წასვლა მანამდეც არაერთხელ შესთავაზეს, მაგრამ ეს ნაბიჯი მხოლოდ ნიკა გვარამიასთან გასაუბრების შემდეგ გადადგა, რადგან ისეთი წინადადება მიიღო, რაც მისი ცხოვრების მთავარი მოტივატორია, შეცვალოს არსებული სისტემა. მე მგონია რომ ყველას ჩვენი ბრძოლა გვაქვს გასავლელი და მაინც ვთვლი რომ ეს ჩემი ბრძოლაა. რაც უნდა გავიარო. იმიტომ რომ რაღაც მგონია რომ ჩემთვის შინაგანი მოთხოვნილება რაღაცების შეცვლა და რაღაცები ხო შევცვალე. ბევრი რამე შევცვალე. ჩემს გარშემო და მგონია რომ ამასაც შევძლებ. კი დარწმუნებული ვარ რომ შევძლებ. ჩვენს ქვეყანას ახლა ზუსტად ისე სჭირდება აწყობა, როგორც გიორგის შვილების ლეგოს ყუთში ჩაყრილ კუბიკებს. ასე გამოიყურება გიორგი ბუტიკაშვილის ოჯახის წმინდა საღამოები. ნათქვამია, პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. გიორგი კი პურის ცხობაშიც პროფესიონალი გამოდის. ხერხელ პური ვის უნდა?
Ile შეგეხედა კარგა? ახრეტები გვაქვს. ხო გამასინჯო. ისე ეგეთი როგორც ჩანს. შეგიჭამა ყובה? კარგო გიყოთ ბრინჯი და შთისელი. სიტუაცია ყოველსავანი. ერთადერთი განსხვავება რომ სანიზი საქონლო. იმიტომ რომ ის თავის კავშირი ჭდება და აქ ხომ. ყოველსავანი ჩარჩკარ ვაკეთებ საჭმელს. თუმცა თუ სახში ვარ. ზოგადად ამ დროს ვიარ მოვიდიოთ ამენა. ამიტომაც ხო რომ როცა უკვე ბავშვი განაკრისი ხონდათ დაუძინებია და უკან წასულა, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად აქვს ხოლმე პერიოდები, რომ მამამ დამაძინოს, დედამ დამაძინოს და შესაბამისად ეს დანაკრისი როგორც კი გაჩნდება, მაქსიმალურად ცდილობს და ისე ეს არის, როდესაც აი ხის შესახებ საუბრობთ 4-ვე, ყოველთვის რა გადახდა, ცდილობთ ყოველ შემთხვევაში. მოყოლა უნდა ისწავლონ და ეს მიზანი. ეს გერმანიაში პრინციპში ძალიან დიდი კულტურა არის, როცა ოჯახი ერთად ჭდება და საუბრობენ დღის შესახებ და გვინდა რომ ეს მეგობრობა და ეს გაზიარება თავიდანვე ჰქონდეთ ეს ტრადიციად და ჩვევაში ჩამოყალიბდა. ჩამოყალიბებული. ამიტომ ძალიან ეს გვაქვს ხოლმე რაღაცას შეკრების მნიშვნელოვანი დრო, საღამოში ძალიან მნიშვნელოვანი. დილა უფრო ქაოტურია. გინდა ხოლმე დილაც იდილიური რაღაცნაირი, იდეალური საუზმე და რაღაც გავაკეთოთ, მაგრამ ვერ ვასწრებთ. ცოტა ის გიჟური და ქაოტურია, მაგრამ აი საღამოც მინდა. აგინდა და დაძინება უცილებლად. აი 4-ვე ერთ საწოლში. ვინ არის? მამა იგონებს ხანდახან სასაცილოს ღაპრებს. დედა ბრაზდება. დაძიენ რაღაცა ეკა და გიორგი ოჯახის წმინდა რიტუალებს არასდროს არ ყვევენ. ეკატერინა მენთეშაშვილი ამ ოჯახის მთავარ პრინციპებს გვიმხელს, რომელიც თავადაც გიორგის მსგავსად გერმანიაში სწავლისა და მუშაობის დროს აითვისა. ოჯახი რომ სახელმწიფოს მინიმოდელია, ეს ამ სახლში ყველაზე უკეთ გამოიყურება. სახელმწიფოს საუკეთესო შენებისა და გააზრებისთვის კი ჯერ მტრის ცნობაა აუცილებელი. ამიტომ 2016 წელს რუსეთის ჰიბრიდული ომის შესწავლა დაიწყო და მისი და მსოფლიოს უსაფრთხოების მეცნიერული კვლევების დასკვნებს ჩვენს თამამად გვიზიარებს. 2017 წლიდან ზუსტად ვიცი რომ ქართული ოცნება არ არის ქართული ოცნება. მაგრამ ამაში დარწმუნება, სხვების დარწმუნება ძალიან მიჭირდა ბევრი ხანი, დიდი ხანი და სანამ რუსული კანონი არ მიიღეს, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ჩვენი პარტნიორებიც, ვისთან თანამშრომლობდით, ჩემი კოლეგებიც ბოლომდე არასდროს არ იჯერებდნენ, რომ ივანიშვილი თამაშობს რუსულ თამაშს. კვლევარები ცოტანი ვართ ესეთი, ვინც რუსეთს ჰიბრიდულ ომს სწავლობს. ზუსტად ვიცით, რომ ისინი 2012 წელსაც არ მოსულან სამართლიანობის აღსადგენად. ის 2012 წელს იყო რუსეთის დიდი სპეცოპერაცია, რომელიც ქართულ საზოგადოებას გამოეპარა. საინფორმაციო ომი ივანიშვილმა ბევრად დიდი ხნის წინააღმდეგ დაიწყო, ვიდრე 2012 წელი იყო. მან შექმნა თავისი ამბავი, როგორც მეცენატის, როგორც ეკლესიის აღშენებლის. კვლევაში გამოჩნდა, რომ ეს ყველა იყო მოტყუებული. და როგორ უგეგმავდნენ ივანიშვილს რუსი პოლიტექნოლოგები ყველა ნაბიჯს, რა უნდა გაეკეთებინა. მაგალითად, რა უნდა ყოლოდა ფერადკანიანი დაცვა, იმიტომ რომ ის აღქმულიყო როგორც დასავლეთის პროექტი, ამას რუსები უგეგმავდნენ. გიორგი ბუტიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრიდან მის გუნდთან ერთად რუსეთის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სასტიკ ფინალს აუცილებლად შეცვლის. ამისთვის კი მთავარია ქართული ოცნება ისტორიის სანაგვეზე გაისტუმროს.